ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რა არის ზოგადად ავტორიტარული ხელისუფლების ხასიათი. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაუშვას გამონაკლისი. ანუ თუ ვიღაცა არ იხდის, ვიღაცა არ მიდის კომპრომისზე, იმიტომ რომ ეს კომპრომისია ის 50-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ახლაც საპატიმრო დაწესებულებაშია, ისინი არ წავიდნენ კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან და მის რეჟიმთან. მათ ქართული ოცნების წარმოდგენაში ალბათ იყო რომ ყველა რაღაც დროს გადაიხდიდა აი ამ ხარკს რომელიც დაწესებული აქვს ივანიშვილს კონკრეტული პოლიტიკოსების თავისუფლებისთვის, მაგრამ რახან ეს არ მოხდა, ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან მარტივად უდგება ამ საკითხს, რომ არ უნდა დაუშვას გამონაკლისი, ყველა ვინც მათ სიტყვას გადაახტება, იმიტომ რომ ეს კანონი არ არის, მათ სიტყვას გადაახტება უნდა მოხდეს ციხეში და ამით დამატებით შეიქმნან ოპოზიციასთან შემდგომში რაღაც სავაჭრო საფუძველი, რომ გარდა პოლიტპატიმრების თემისა, გარდა აი ამ ახალი არჩევნების თემისა გაჩნდეს უშუალოდ პარტიებისთვის საკუთარი ლიდერების, როგორც ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ მიხეილ სააკაშვილი 3 წელიწადზე მეტია არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე. ასეთ ტყვეობაში უნდა სხვა პარტიების ლიდერების აყვანაც, რომ შემდგომში რაღაც ვითარებაში ქართულ ოცნებას ჰქონდეს სათქმელი, რომ აი მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში შემოსვლის სანაცვლოდ ვივაჭროთ კონკრეტული ადამიანების თავისუფლებით და ამ თემაში თუ ვინმე შეყვება ქართულ ოცნებას, იქნება მთლიანად ამ პროცესის ღალატი. ამ ვითარებაში ნაციონალური მოძრაობა ძალიან დიდი ხანია უკვე არის, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ლიდერი, დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც შექმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები 3 წელიწადზე მეტია არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირად ტყვეობაში და ჩვენ კიდე კარგად ვახერხებთ იმის შენარჩუნებას და ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობის მიღებას, რასაც მე მგონია, რომ სხვა პარტიებისთვის კიდე უფრო მძიმე იქნება, როდესაც ასეთი კალიბრის ლიდერს გიჭერენ და ის აღმოჩნდება ციხეში, აღმოჩნდება იმ მძიმე ვითარებაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილი არის. მსგავსი მიდგომის გატარება სურს ივანიშვილს სხვა პარტიებთანაც საერთაშორისო მასშტაბით. ეს დააჩქარებს მათი სანქცირების პროცესს, მეტ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს მათ, მაგრამ ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ სამწუხაროდ საქართველოს მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში. ანუ მისი დავალება, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან აქვს მიღებული, არის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოკლას დემოკრატიული განვითარების იდეა. და ამ საქმეში პოლიტპატიმრების და ასეთი ლიდერების დაკავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.